ჩვენს დღევანდელ სტუმარს ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გამოვაცხადებ. ის გახლავთ ძალიან ლამაზი, ნატიფი, დახვეწილი გოგონა. ამას იმიტომ ამბობ, რომ რა ვიცი, მაინც რამე არ ეწყინოს, ძალიან გთხოვთ, შევეგებოთ ჩვენი სტუმარია ნანუკა სირბილაშვილი. მოგზანდით, გამარჯობათ ნანუკა. სასიამოვნოა თქვენი მოგზანება, გაბრძანდით. ნანუკა, გახლავთ იმის ნათელი დადასტურება, რომ სუსტი სქესი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. რატომ ვამბობ ამას, სულ 2 წამში გაგაგებინებ ახლა. ამიხსენი, რატომ აირჩიე უშუ? ერთხელ ჩემი ძმა. ოღონდ რა შეეცი საქმე? ეს ძალიან გთხოვ, რომ ამიხსენი, რატომ უშუ, ოღონდ თეორიულად, პრაქტიკულად არ არის საჭირო. ჩემი ძმა ადრე დადიოდა უშუზე და დამაინტერესა მეც და ეგრე შევედი და ორი სახეობა აქვს უშუს. ტაულუ და სანდა. ერთი წუთით კიდევ ერთხელ როგორ? ტაულუ და სანდა. ტაულუ და სანდა? ხო. რა განსხვავება რა არის? ტაულუ ჩინურად ნიშნავს შენს ჭრილთან ბრძოლას და აჰა, კი ბატონო. სანდა უფრო ბოქსისნაირია. ბოქსისნაირი. ანუ ეს საკუთარ ჭრილთან ბრძოლა და ის კიდე, ხო, ის კრივია, ესე გამოვიდა. კი მე ბატონო. ტაულუზე დავდივარ. პირველზე საკუთარ ჭრილებთან. ვაუ, რა მაგარია? მე კუნფუ რომ მგონია? კუნფუ? ხო, ეგ არ არის კუნფუ, ხო? უშუც ვქედა კუნფუს. მოიცა, უშუ და კუნფუ ერთი და იგივეა? აი, ესეა რა, მთელი საუკუნე უნდა იცხოვრო, რომ რაღაცა ისწავლო. არ ვიცოდი აბსოლუტურად. აი. ის მითხარი, დამჯდარ კაცს საბრძოლო ხელოვნების მიხედვით ხო არ ურტყავენ? ხო, ну ცოტა სამოვისუნთქავ და ისე ვიქნები. სკოლაში ვერავინ ვერ მოგწიწკნის, როგორც ვუყურებ იმას, ხო, თმაზე? ვერა. ვინმე არ მოსულა სკოლაში და არ უთქვავს, რომ დიდებთან ჩხუბი მაგ გამომყევი საჩხუბრათან. არა. ბიჭები არ მოსულან ეგრე? გეხვეწები მომეხმარ რამე, რა? ძმა? ძმა? როგორ გექცევა? ის არ დადის უშუზე და. ადრე დადიოდა, მაგრამ ახლა გამოვიდა და. აი, კარგად ვექცევა. იცი რა მაინტერესებს ახლა? შენი ძმა შენ გატარებს ხელისგულზე თუ შენ ატარებ ხელისგულზე? მე ვატარებ ხელისგულზე. რაღაცას ეს უშუ რამე მეგონა, იცი რომ საბრძოლო ხელოვნების დროს რაღაცნაირად დარტყმის დროს რაღაცა ესე იყო და ხმას რო გამოცევს, მაგითო ქვია, ხო? უშუ? აი, უშუ. არა, კაი. არაფერი არ ვიცი მოკლედ რა, აბსოლუტურად. რა მაინტერესებს? საბრძოლო ხელოვნებად გაქცევა ითვლება? არა. და ლამაზად გაქცევა? არა. აი რო გირტყავე და სწრაფად რო გარბიხარ, ეგ არ არის საბრძოლო ხელოვნება? არა. იცი როგორ მიყურებს? თქვენ ვერ ხედავთ ამის თვალებს. ისე მიყურებს, რა საწოდავი ვარ, კი ბატონო, თანახმავარ. ხო წესიერად ვიქცევი. ხო არაფერი დამიშავებია. ხელისგულზე სატარებელი ხო არ ვარ? გადასარევი ამბავია. აი, ესეთი ამბავია. მომიყევი ახლა სკოლაში დადიხარ? კი. მე რა ხდება სკოლაში? რავი. სწავლა კარგია? არა. უშუ ჯობია? არც ერთი საგანი არ ვარგა? ქართული და ინგლისური მიყვარს. ბავშვები იქ ვინც არიან მეგობრები ხო არიან? ისინი ხო გიყვარს? კი. ზაფხულის არდადეგების მერე გენატრება ხოლმე? კი, და. დილას ადგომა არ გიყვარს? არა, აი ვერ დგები, ბუზერნიკს ვიყენებ და ვერ დგები მაინც. მაგვიზარეთაც ვერ დგები, კაც? რომელზე იძინებ? გვიან. გვიან რომელზე? 11-ზე? 12-ზე? არა. პირველზე? არა. კაი, დანარჩენს აღარ ვიტყვი. გვიან იძინებს. უშუ რო არსებობდა, ძმისგან იცოდი? საიდან იცოდი, რომ უშუ არსებობდა? ადრე პანდემია როცა იყო, ჩემი ძმა ხო შევიდა და ანუ პანდემიის დროს შევიდა შენი ძმა უშუზე კაცო? ხო. და რატო გადაწყდა მაინც და მაინც ეგ? მშობლები სად არიან?
გამარჯობა მშობლებო. გამარჯობა. მოგესალმებით. რატო გადაწყვეტეთ მაინც და მაინც პანდემიისო? მაინც საკეთებელი არაფერი არ არის და ბავშვმა უშუზე იაროსო. ძალიან მიჯაჭვულები იყვნენ პანდემიის დროს გაჯეტებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა სპორტით უნდა დაკავებულიყვნენ აუცილებლად. შესანიშნავი და შემთხვევით გავიგეთ ამ სპორტის შესახებ. მეც არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ ამ სპორტის შესახებ არასდროს. და რომ მივედით, ბიჭი მივყვანა ტაულუზე და აღმოჩნდა, რომ ნანუკას მოეწონა ამ დროს უშუ. აღფრთოვანებული დარჩა და იმ დღიდან მოყოლებული ნანუკამ გააგრძელა გიორგიმ სამწუხაროდ. აი, ასეთი ამბავი არის. ბატონ ლაშა, თქვენ როგორც თუნელი მითხარით, როგორი გოგო არის? მოგესალმებით. აი, ესე რომ ამბობი ხო, პერსპექტიულია? ნუ, პერსპექტიული ძალიან ესეთი უბრალო ნათქვამია. ნანუკას აქვს ძალიან დიდი ნიჭი კოპირების მოძრაობების და ძალიან მაგრა აკეთებს. ნანუკა არის საქართველოს ჩემპიონი თბილისის ღია პირველობების გამარჯვებული. ეხლა ემზადება საქართველოს თასისთვის აპრილის თვეში გვაქვს, მერე ბათუმში გვაქვს საერთაშორისო ტურნირი და მისთვის ემზადება და დიდი მიზნები გვაქვს მომავალში უშუს კუნფუს განვითარებისთვის, როგორც პირადად, ასევე მთლიანად საქართველოში. შესანიშნავი ამბავი გავიგეთ, ხედავ, როგორ მზადების პროცესი გქონია. რამე მოიგე უკვე შენ? მედლები. რას მე არ მიყვები ამ მედლების შესახებ? როგორ მე კიდე შტერი არ გეკითხები აბსოლუტურად არაფერს. რატო არ მომიტანე მედლები და ისა თასი? დამოვიწყდა. აი. რაზე ოცნებობ მითხარი ახლა? რო სკოლა არ არსებობდეს, მაღვიძარა არ არსებობდეს, ეს გავიგე. კიდე რაზე ოცნებობ? ქვეყნებში მინდა წავიდე და კიდე მინდა ბევრი მედალი ავიღო სპორტში. ოისა, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობდი? პატარავაში მინდოდა მილიონერი ყოფილიყავი და ეხა ქვეყნებში მინდა მოგზაურო. აჰა. უცნაური ცვლილება არის. იცი რა, ქვეყნებში რო იმოგზაურო და თან მილიონერი იყო, მაგაზე არ გიფიქრე? უკეთესია. რა თქმა უნდა, უკეთესი არის და მე ამას გისურვებ შენ. ოღონდ თან მინდა რომ უბრალოდ კი არ იმოგზაურო. თან ოქროს მედლები ჩამოიტანო ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხო ასე იქნება? კი. ეჭვიც არ მეპარება. მოკლედ, პრინციპში ჩვენ უკვე თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა მოხდება ყველაზე მთავარი რამ. ნანუკა დაარღვევს იმ სტერეოტიპს, რომ ქალი არის სუსტი სქესი და მოდით, ახლა ამაში მას ხელს ნუ შეუშლით პირიქით აპლოდისმენტებით წაბახარით. Браво! ნანუკა სირბილაშვილი. ყოჩა, საოცარი გამოსვლა იყო. დაფრინავ შენ და ამისათვის რა თქმა უნდა იმსახურებ რას? საჩუქარს. რა თქმა უნდა საჩუქარს. ფაგიო!
აი, აქ არის შესანიშნავი ნაკრები ფაგების და კიდევ სხვა საინტერესო რაღაცებიც არის შიგნით, იმისთვის რომ აუცილებლად იყო ჯანმრთელად, არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. ხო შესანიშნავია? დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა კიდევ ერთი საჩუქარი. ლოკომოკოს ლომისგან. გავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს, შევახსენოთ რომ ეს იყო ნანუკა სირბილაშვილი და მე კიდევ აი ესეთი ვეფხვის პოზით მინდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობა.